მოგესალმებით კინგსელებო. გთავაზობთ კინგსის 2015 წლის შემოდგომის სეზონის ინგლისური ენის ოლიმპიადის პირველი ტურის ტესტების მიმოხილვას. განვიხილოთ მე-10 კლასი. ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 6 სავარჯიშოსა და 1 ბონუს საკითხისგან. პირველ დავალებაში მოცემულია წინადადებები გამოტოვებული ადგილებით. Choose the best word to fill in spaces. Many scientists believe that people do a variety of activities can improve their intelligence. A. Which. B. Who. C. Whose. ეს სავარჯიშო 10 საკითხისგან შედგება და 20 ქულიანია. მეორე სავარჯიშოში მოცემულია წინადადება. მოსწავლემ ჩამოთვლთაგან უნდა აირჩიოს იმავე მნიშვნელობის მქონე მეორე წინადადება. What does each sentence says? Go to desk in corner for concert tickets already paid for. Do not queue here. A. There are still some tickets available at the desk in the corner. B. You shouldn't queue here if you've paid for your tickets in advance. C. You should go to the desk in the corner to pay for your tickets. ეს სავარჯიშო 15 ქულიანია და 5 საკითხისგან შედგება. მესამე დავალებაში მოცემულია წინადადებები, რომლებიც მოსწავლემ თანმიმდევრობით უნდა დაალაგოს აბზაცის შესადგენად. Match the sentences to make a paragraph. Ancient Chinese, Roman, and Egyptian writings tell about games played by kicking a ball. The game we now know as football developed in England in the early 19th century. Football was played in many schools and clubs. These schools and clubs often had different rules, but in 1863, standard rules were agreed. დავალება 5 საკითხისგან შედგება და 10 ქულიანია. მეოთხე დავალება წინადადებაში დაშვებული შეცდომის აღმოჩენას ეხება. Find the mistake. We have many tasks to do this week, so I don't know if I can go to English class. ეს სავარჯიშო 15 ქულიანია და 5 საკითხისგან შედგება. მეხუთე დავალებაში მონაწილემ მოცემულ სიტყვას უნდა შეუსაბამოს სინონიმი. Choose the synonym. Brief. A. Limited. B. Short. C. Little. დავალება 5 საკითხს მოიცავს და 10 ქულიანია. მეექვსე სავარჯიშო წინადადებების შევსებას ეხება. Choose the correct answer. She to school yesterday. A. Did not go. B. Do not go. C. Does not go. ეს დავალება 30 ქულიანია და 10 საკითხს მოიცავს. რაც შეეხება ტესტის ბონუს სავარჯიშოს, ის 5 საკითხისგან შედგება და 15 ქულიანია. ბონუს სავარჯიშო სიტყვათა მარცხწერას ეხება. Choose the correctly spelled word A, B or C. კინგსი გისურვებთ წარმატებას.